მოგესალმებით დადგა 4 შაბათის საღამოს 8:09 მეგახლავართ გიორგი დარასილია და მინდა აუცილებლად მოვიგდო ყველა ის ადამიანი ვინც გასასწრებელს შინახართ პატიმრები მინდა მოვიკითხო განსაკუთრებით და მინდა მოვიკითხო უცხოეთში ქართველი და დღეს სვეტიცხოვლობა არის ყველას მოგილოცავ ძალიან მიხარია რომ ბევრი ადამიანი იყო სვეტიცხოვლში და უთბილესი უმაგრესი ხალხი რომლებიც ავიცე გვაცოცხლებთ თქვენ და რომ დადიხართ ესე ეკლესიებში ესე იმაში დიდი მადლობა ამისათვის ამ ყველაფრისათვის და ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი და დღეს ყავს მამა ადამი რომელსაც ძალიან დიდი ხანია ველოდები და რომ მოიცალა ესე იმიტომ რომ მამა ადამს აქვს ერთი კაი რაღაც რომ მამა ადამი თითქმის ვინც სტარცები ყავდა დედები მით უმეტეს მამები მამა ფილარიტი ისინი აი ყველასთან პირადად შეხება ქონდა და მათი აღზრდილი არის და მათი შთამომავალია პირდაპირ რო ითქვას და ძალიან ბევრი გასახსენებელი და საინტერესო რაღაცა აქვს და მამადამ დაგლოცეთ თუ შეიძლება და პირველ კითხვით გადმოვალ თუ შეიძლება თქვენთან ღმერთმა დაგლოცოთ მეც მიხარია თქვენს გადაცემაში მოსვლა და საუბარი ჩვენს ახლობლებთან ჩვენს მეგობრებთან მე ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ხოლმე არ ვიცი ახლა მას როგორ ვახერხებ და ვაკეთებ მაგრამ აი მრევლი რასაც ქვია და საერთოდ აი საზოგადოება მოსახლეობა ყველას მიმართ იმიტომ რომ საქართველოს ხო ძალიან ბევრი რამითაა გამორჩეული და კიდე იმითაა გამორჩეული რომ პატარა ქვეყანაა მე მაქვს ასეთი გამოთქვა რომ ჩვენ თქო რა ერი ვართ ჩვენ ერი კი არ ერთი ოჯახი ვართ თქო ნუ რამდენი ვართ ნუ აი 3 მილიონი გინდაც 5 რა არის ერთი ოჯახია მაგრამ ამ ოჯახს იმისთანა საფიცრები აქვს იმისთანა ღირებულებები აქვს იმისთანა უძვირფასესი დამოკიდებულება აქვს ჭეშმარიტებისადმი რომ უფალმა ოჯახი გვიქცია საზეპურო ერად უბრალო ერად კი არა თქო და ამიტომაც რაღაცა ეს სიყვარულის გამრავლება და ის რომ ჩვენ ვიგრძნოთ ერთმანეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელი დღეც კვართის დღესასწაული უპირველეს ყოვლისა და კვართის განუყოფლობაზე კიდევ ერთხელ ფიქრი სწორედ ამაზე ფიქრია რომ ჩვენ ადამიანები აი ამ ერთს რო წარმოვადგენთ და შევადგენთ ჩვენ არ უნდა მივცეთ მტერს იმის საშუალება რომ ჩვენ კვართივით ერთიანი უნდა ვიყოთ ერთიანი ერი და აი ამ ერთიანობის დღესასწაულს გილოცავთ ქრისტეს მიერ საყვარელნო მამა თქვენ რას ხედავთ ხოლმე ეხლა ხშირად რაღაცა არის ხოლმე რაღაცა არ ყოფნის რაღაცა ისე ვეღარ არის თქვენ ისეთ ადამიანებს იცნობთ და იცნობდით რომ აი პირდაპირ აი ზეცასთან ქონდათ კავშირი და ამ შემთხვევაში ცოტა შეიცვალა მამა ეს სიტუაცია და ცოტა თვითონ ადამიანებიც რაღაცნაირად მორწმუნეობის მხრივ ცოტა შეცვლილები ვართ აი რა შეიძლება მამა თქვათ იმიტომ რომ ის დიდი მაგალითები ხი თქვენ კულისებს მიღმა კიდე რასაც მიყვებით ამ წმინდა მამებზე და დედებზე საერთოდ აი ძალიან დეფიციტური გახდა დღეს და თუ შეიძლება და თან კიდე თუ უარესი დრო თუ მოდის თუ გვეტყვით ამას რა მე არ ვიცი როგორი დრო მოვა და მაგრამ ვიცი სწავლება იმის თაობაზე რომ უკანასკნელ ჟამსო და უკანასკნელი ჟამი თითოეული ადამიანის ცხოვრებისას შეიძლება ცხოვრების მიწორული იყოს მაგრამ საერთოდ ანუ ისტორიულად რაც უმეტი დრო გადის და უახლოვდებით აი აუცილებელ აღსასრულს ამასოფლისა და აი მერვე დღის დადგომას ხო სიყვარული დარწმენა მამები ამბობენ კვალად იმისა რაც საწმიდა წერილი გვასწავლის რომ იშვიათი მოსაძებნი იქნება ძალიან იშვიათი და ეს ჩვენ რომ ვგრძნობთ ამას ეს კარგია უკვე ადამიანთა სიყვარულის ნაკლოვანებას გრძნობს ესე იგი სიყვარულზე ფიქრობს მას სიყვარული უნდა ჩვენ თუ მშიერი ვართ სიყვარულით ესე იგი ჯერ კიდე ჩვენი გადარჩენა შეიძლება ისე კი ყველა დრო თითქმის ერთნაირია ხარისხობრივად აი რაოდენობრივად არ ვიცი როგორ არის ხოლმე მაგრამ აი მამა ვიტალი ეუბნებოდა რომ მას სულ ეკითხებოდნენ იქნებიან თუ არა გამოცდილი სულიერი მოძღვრები აი ღვთივგარბზნობილი სულიერი მოძღვრები მერე აი მოროდნოსის წინ ან თუნდაც 100 წლის მერე მამა ვიტალი ეუბნება რომ აუცილებლად იქნებიან და მას კიდე გავმარტავ რატო იქნებიან აუცილებლად მაგრამ ჩვენ ადამიანებს
არ გვექნება მოთხოვნილება რომ ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ ისინი იქნებიან მაგრამ აი ეს ბილიკები არ იქნება ხალხის სავსე რომელიც მათთან მიდის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა არის ეს კერძო შეხედულება არა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ მართალი ადამიანები ყოველთვის იქნებიან არიან და იყვნენ მაგრამ იქნებიან ყოველთვის იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის მაგალითი ძველ აღქმაში როდესაც ისეთმა უდიდესმა წმიდანმა როგორც ილია წინასწარმეტყველია ხო რაღაც გამორჩეული საოცარი ყველაფრით ხო მოშურნეობით წინასწარმეტყველობით სიმართლით აი ღვთისადმი გადნიერებით თუნდაც ხო როგორია მისი ლოცვა და როდესაც მან მიმართა ღმერთს და უთხრა ღმერთო ასე თუ ყველა მართალი ადამიანი ამოწყვეტეს ვიღა დარჩება მარტო მე რაღაც გავაკეთებო თოფალმა უპასუხა რომ მოგეშინ 7000 შენ კი არაო დიახ 7000 მართალი ყავს ვისაც მსხვერპლი არ შეუწირია ბალისთვის ნახეთ ჩვენ ხო არ ვიცით რა იგულისხმება მსხვერპლის შეწირვაში ეს მარტო ის არ არის ანუ ის ვინც ღმერთს არ უღალატა ის მართალია და ის ღმერთის გვერდითაა და მარტო უფალი ხედავს ამათ გულებს და ამიტომ რაც არ უნდა იყოს ყოველი დრო ჩვენ ვსულდგმულობთ იმითი რომ ერთგულ არიან მლოცველები როცა ჩვენ არ ვიცით უბრალოდ ან იმ ქვეყანაში არა ვართ ან ცხოვრებამ არ შეგვახვედრა არიან ის ღვთის ერთგული ადამიანები ის წყემსები რომელთა ლოცვა ჩვენ გვეწევა მაშინ როცა ჩვენ არც კი ვიცით ჩვენ ხალხ გონია რომ აი იცით მე ვთხოვე რაღაცა და ილოცეს და აი ჩვენ არ ვიცით ვისი ლოცვა შეგვეწია ხო მე მახსოვს ერთ ციგნში იყო აღწერილი აი ამ ლოცვის თაობაზე რომ არ მახსოვს ამ წიგნის დასახელება პატერგი კი არ იყო ამბები იყო მოთხრობილი რომ გადარჩა კატასტროფისაგან მატარებელი ხდა ერთი კაცი ვიღაცა ხო აი გზავრობის ნებებელთა ლოცვას კითხულობ ახლა როგორი მართალი იყო ხო როცა კითხულობ ლოცვას ეს ლოცვა ზემოთ ადის ლოცვა სასწაული რამე თუ იტყვით მამა ერთი კაცი კითხულობდა მთელი მატარებლიდან ბოლოში და აი ამ კაცის ლოცვამ გადა პრომეტიც ეს სხვა ვარიანტია კიდე იმ ვერსიაში არის რომ იქ სადღაც ლოცველი ლოცულობდა მგზავრობის ნებებელთათვის და იმ ლოცვის გამო ეს იხსნა ღმერთმა ამიტომ ვამბობ რომ აი ეს ადამიანები რომლებიც არიან ჩვენ თუ ვდგავართ დღეს თუ კი არსებობს დედამიწა თუ კი საქართველოში დღეს ასეთი სიხარული გქონდა და ცხეთ ასვეტი ცხოველი და კიდევ უამრავი ტაძარი და ჩვენი ტაძარი სავსე იყო ხალხით ხო აი ბავშვები მოიყვანეს საზიარებლად კლასოებით აი ნახეთ როგორი ის მასწავლებელი მართალი და ღმერთის ერთგულია და იმან მარტო ბავშვები კი არ აზიარა ამ სიკეთეს სიყვარულს და უდიდეს სიწმინდეს ჩვენ იმისა და იმედი მოგვიტანა გვაჩუკა რომ დღეს ის არც ვიცი ვინ იყო ხო მაგრამ ის ვინც ეს ბავშვები მოიყვანა ის იყო ჩემთვის მლოცველი იმიტომ რომ ასეთი დიდი სიხარული კარგახანი არ გამიცდია და მე იცით როგორ მიყვარს ბავშვებთან შეხვედრა ისინი სული სარკე არიან და მათ რო უყურებთ შენ თავს ხედავ ასე რომ შეიცვალა ბევრი რამ მაგრამ კიდე ერთ რამეს ვამბობ ხოლმე გიორგი რომ მეც მიყვარს ხოლმე დავიწყებ და ეს ასე არ არის ისე არ ეს რა ჩამოვთვლი ბევრ ნეგატიურ მოვლენას ფენომენს რომელიც გულს გიდუღებს არის აი სულს გიხუთავს და იმედსაც გართმევს აი რანაირად რა გავქნათ ხვალზე და მე ვუთხარი რომ იცით გამახსენეთ ხო და მეც ნუ მათქმევით ბევრს ამის არა შეთას იმიტომ რომ მოდით უფრო მეტი სიკეთე გავიხსენოთ თქო კი წინა პლანზე მოდის ეს ემოცია ესეთი ძლიერია ემოცია ესეთი ძლიერია რომ შენ გაწყენინეს რომ შენ სამშობლოს პატივი ახადეს რომ შენი ერი შეურაცხყვეს რომ შენი კულტურული მემკვიდრეობა არ დაინდეს რომ აი მთელი ცხოვრება ამით ახარ დამუხტული მაგრამ უნდა შევეცადოთ აი მოვყვეთ
გადამრჩენლები, მლოცველები რომ იყვნენ ამ დროს, რამდენი სიკეთე გააკეთეს ჩვენ, რამდენჯერ გადავრჩით ცხოვრებაში, ასე ხომ არ მოსულარ ჩვენ სასაკამდე. ვუთხრათ მადლობა და რაც მთავარი აი სიკეთეების მაგალითები. და სიკეთის მაგალითები სულ უნდა ვეძებოთ. რადგან სიცოცხლე სავსეა სიკეთით. როგორ უნდა ამოვიღოთ, თუნდაც აი დიდი ბოროტ ადამიანიდან მაგალითად რაღაცა სიკეთის მარცვალი, ხო, ეხლა მაცხოვარი ხო არჩევდა მაგალითად მოციქულებს და ყველა იყო ცოდვილი, ხო, მაგრამ არჩევდა და იმათ კაი მხრივ უყურებდა და კაი მხრივ ნახულობდა. ისინი არჩევდნენ გულების პატრონები იყვნენ. მაგისთანაც ცოდვილები და დედამიწაზე იყოს ის 12 და ის 70 არაფერი არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ მე ვიცი რაც ხო ხდებით ანუ მე რასაც გეკითხებით. როგორ დაიწყე კითხვა რომ აი ეს როგორ დავინახოთ ხო? აი ამისკენ მიდიოდა რასაც მე ვამბობ, ხო ვის რომ ხშირად სიკეთეზე ვილაპარაკოთ. აი ხო ცნობილი არის პატერიხში ამბავი, როდესაც სალოსი ყველასთვის ლოცულობს, ხო? და ამ სალოსმა ერთი ძუნწი ვაჭარი ამოირჩია. რომ აი რამე ღვერთისკენ მოექცი, არაფერი არ გამოუვიდა. და ყოველდღე მიდიოდა მასთან და თხოვდა რამე მომეცი, რაიმე მომეცი, ის შეურაცხყოფას აყენებდა, ძაღლებს მიუგზავდა, იქ ისინი გამოვარდებოდნენ, ხელის ბიჭები და ცემდნენ, მაგრამ არ შორდებოდა. ხო არიან ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ სიკეთისათვის ეს ყველაფერი აიტანონ და ერთ დღეს მან ძალიან მწარე რამეები უთხრა. აი ისეთი რამეები, რომ ეს ძუნწი კაცი საშინად გაბრაზდა და ხელში პური ეჭირა. და ეს პური ესროლა სალოს და სალოსმა დაიჭირა, დაიჩოკა და შეიძლება იმ პურს მერე ქვაც მოყვა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცით, იმიტომ რომ დედამიწაზე ყველაფერი გადაფარა მისმა ლოცვამ, რომ აი ნახე უფალო. შეუძლია. ყველა ამბობს, რომ ეს ძუნწიაო და მე ნახე, ამოდენა პური მომცაო. უფალო, შეუწირე ეს პურიო, შეუწირეო. ესე იგი ლოცვა საჭირო. შეუწირა მე როგორც ესე ხო. ჩვენ კეთილგანწყობას, ჩვენ გვჭირდება ეს, რომ აი დავინახოთ ადამიანში, როგორც ამბობდა ძველი ბერძნები, ხო, ყველა ადამიანში მზე არის. აცალეთ რომ ამ მზემ გაანათოს და როგორ გაანათებს შენ უნდა დაინახო ადამიანში მზე აი ეს რომ ქრისტიანული მოძღვრება იმისთანა ყველაფრის მომცველია და სასწაულია ეს ეკლესიური ცხოვრების წესი ეს ქრისტიანობა მართლა ვიღაცა ფიქრობს რომ ეს არის რელიგია ეს არის რაღაც სწავლება ეს არის ცხოვრება მთლიანად. ამისიქეთ არაფერი არ არსებობს. მეტი არ ვიცით ქრისტეს გარეშე მთელ უკიდეგანო სამყაროში, ხო? ერთი ელემენტარული ნაწილაკი არ არსებობს. ყველაფერი რაც არის სულ ქრისტეს შექმნილია. ამიტომ აქ ადამიანს რო გონია რომ შეუძლია ეკლესიაში არ შევიდეს და ღმერთის გარეშე წამოწვეს სადმე ან ჩაუჯდეს იქ სხვა თამაშობებს. ღმერთია ყოველგან, მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავინახოთ. იქ ღმერთი, ხოლო ჩვენს გვერდით დავინახოთ ადამიანი, რომელსაც არ გავიმეტებთ წარწმედისათვის. შის უნდა გქონდეს შიგნით ეს რომ შურს უნდა მოვერიოთ რაღაც ბოროტების სულის ნეტა ეს დაემართებოდეს ეს სრულები მოდის რომ გაბრაზდები ადამიანზე და აღარ იცი როგორ აი შენი სივრციდან როგორ უნდა ილტოდეს იქ რომ აღარ იყოს იქ თუ რამდენი ბოროტების და მართლა ძნელია აი რა უნდა დაემართოს ნეტა იტყვის ადამიანი იმას ეს რაღაცა დაემართებოდეს და სანდუჩი რა უნდა ვქნათ უნდა ვილოცოთ და ეს ბოროტი მაშინ განიარაღდება ხო და ოდამლოცვას წოდნა უნდა ესე არ არის ერთ წამში არაფერი არ ხდება თუმცა ასეც მომხდარა ერთი პაწია ლოცვით უფალო შეგვიწყალენით და მამო რაღაცა მინდა ჩაგეკითხო თქვენ თუ არ გაგაჩერეთ იმდენად ლამაზად საუბრობთ რომ ვერაფერი გაგაჩერეს მართლა დედას გეცებით ულამაზესად და დიდი მადლობა ამ ყველაფერსაც და
თუ შეიძლება მივიღებ კომპლიმენტს ჩემს მართლა სვენელთან ერთად ძალიან მართლა და ისაო ერთ-ერთი საუკეთესო მოსაუბრი ხართ ვინც კი რა ვიცი ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ და მადლობა ამ ყველაფრისათვის თქვენი რა ვიცი თქვენი სხვათა შორის თქვენი ლექსები და ის ძალიან მოწოთხულას მაგრამ ამას ცალკე კიდე დროს დავთუ მაგრამ ინახეთ მამა თუ შეიძლება მაგალითად ლოცულობთ იმ ადამიანსაც ვინც რთული არის მაგრამ ჩვენ როგორ გადავიტანოთ აი ეს თუ შეიძლება რომ ჩვენ არ გავბოროდეთ კაი ის მაინც დარჩება ცუდი მაგალითად ვერ გამოასწორო შეიძლება შენმა იმდენად დიდმა ლოცვა მაგრამ შენ როგორ არ უნდა გაბოროტე და როგორ არ უნდა გინდოდეს მისთვის ცუდი აი აქ როგორ დააძალოთ არაჩვეულებრივი შეკითხვა არის რომ ჩვენ პასუხი ერთია რომ საშველი მარტო ლოცვაა მე მახსოვს მეუფე სერგი გარდაცვლილი და დიდი მოძღვარი და დიდი მასწავლებელი სიყვარულის მასწავლებელი და რწმენის მასწავლებელი მე ბევრი სულიერ გაკვეთილი მაქვს მისგან მიღებული და აი ერთხელაც გვესაუბრება ხო საუბრებს ატარებდა ხოლმე ჩვენ მებსერგისთან ერთად ერთი დიდი ჯგუფი ვიყავით რომელიც მაშინდელ საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა ჯერ პირველ არხზე და მამზადებთან გადაცემს მერე მეორე არხზე და ესეც კიდე იყო აი შედეგი იმისა თუ როგორ დარასკვა სწავლიდა და უცებ საოცარი იცით აი ესეთი სულიერი მიგნებები ქონდა და შეხედა თქვენ ხო აი მითხარითო კინაღამ მეუფე სერგის ხმაზე დავიწყე საუბარი აიო შეხედეთო თქვენ მოვიდა ადამიანიო და აი ეგრესიაშიო და აი ამბობს რაღაც გასაჭირი აქ აი ეს და აი რა უნდა უთხრათ ანუ ეკლესიის პასუხი რა არის აი პირველი რა უნდა გაუკეთოსო და აი ჩვენ მე ვფიქრობ ნეტა რა არის და თან გიხარია რომ ეს რაღაც საშველი ყოფილაო მაგრამ აი რა უნდა უთხრას და ვართ გაჩერებულები კიდე გვეუბნება არა პირველი მღვდელმა უნდა იყოს ხელში საცეცხლური წილი და პარაგლისი უნდა გადაუხატოს და ისიც ვიღაცა იტყვის ესა ყველაზე მთავარი აი ვინც მე მისწობს იცის რომ მეუბნები ამ საქმეს ჭირდება პარაგლისი აი პარაგლისი რომ აი იმ ადამიანთან ერთად რომელსაც უჭირს ერთად გადაიხდი ერთად შეეხვეწები უფალს იქ ხმა გაგებზარება იქ რაღაცას დაინახა უფალი მოწყალია ხო მე ვერ გაიმეტებ მამა ვიზეციოცულობ აი ეს არის საშველი ყოფილით ანუ ვიცით რომ საშველი ყოფილა ლოცვა მაგრამ ჩვენ რომ არ გავბოროტდეთ ანუ ეს არის შემთხვევა როდესაც ჩვენ ვიწყებთ ხოლმე აი რაღაცა ვინმე ამოვიჩემეთ და აი ჩვენ გვინდა რომ ავოვძირკვოთ ეს რაღაც ფენომენი ადამიანი ჯგუფი შეხედულება და გადავერთებით ხოლმე ნუ ასეთი ფსევდოზილოტობა ადამიანებს საზოგადოებად ახასიათებდა ვიღაცას ამოიჩემები ხოლმე და შეიძლება მართლა ბოროტება და აი დავიწყოთ აი ვთქვათ ისეთი დიდი ბოროტება როგორიც იყო ცოტა ისეთი იქეთ ისტორიაში ფაშიზმი ხო და ცით 100 ადვილი არ იყო ვინმე თუ იფიქრებს რომ გერმანული ფაშიზმი უცებ ყველასთვის გახდა სამიზნე არ იყო ასე მას ბევრი მომხრეები ყავდა სხვადასხვა ქვეყნებში და უხაროდათ კიდეც რომ ფაშისტური გერმანია იბრძოდა თქვათ კომუნისტური საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ის მილიონები არავის ადარდებდა ნუ ადამიანები რომლებიც გაერთიანდა ლამის მერე ყველა ხომ ასე თუ ისე ნუ პოლიტიკაც ახლა ჩვენ ვერ მოვთხოვთ დიდ სულიერებას მაგრამ დამთავრდა ომი დრაკონი დამარცხდა დრაკონი გაასამართლეს მარტო ნიურნბერგის პროცესი რა იყო და რას ვხედავთ ერთ ქვეყანაში ვინც ნაცისტი ექიმები გაასამართლეს და ისინი ყველა მოთავენი ამის რომ აი როგორ აწამეს ადამიანები თავიანთ ქვეყანაში ხა შეგნებულად ქვეყნებს არ ვასახელებ იმიტომ რომ დღეს უკიდურესად დაძაბული საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია და შეიძლება ვინმე მიფიქროს რომ ვინმეზე რაიმეს თქმა მინდა აბსოლუტურად არა მე დრაკონის დამარცხებაზე ვსაუბრობ როდესაც დრაკონის დამარცხებელი თვითონ იმეორებს დრაკონის აქციას და მის სხვადასხვა სატყობებში და კლინიკებში იმისან ექსპერიმენტები ჩაატარეს 50-იან და 60-იან წლებში გასული საუკუნესა როგორცაც ნაცისტი ექიმები ატარებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში მეორე გამარჯვებულმა ქვეყანამ გავიდა გარკვეული დრო და დაიწყო
ზუსტად ისეთი ბრძოლა სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც გერმანიამ დაიწყო თქვა ჩეხეთის ან პოლონეთის წინააღმდეგ. გახსოვთ პირველად ისინი დაიმორჩილა. ეს არის ფენომენია ასეთი, როდესაც შენ ბოროტების ამოძირკვა გინდა, შენ ყველაზე მეტად უნდა გავრთხილო იმისი შხამით არ მოიწავლო და მას არ დაემსგავსო. ამისათვის წმინდა გიორგი უნდა იყო. აი ნახეთ, ანუ შენი ბრძოლა უნდა იყოს ქრისტეს გულისათვის. აი ბოროტებას ადგილი უნდა მოუძებნო. აი ბოროტების სახელი უნდა გაიგო და უნდა ნახო. რა მიმართებაში არის იგი ქრისტესთან. აი მაშინ შენი ბრძოლა წარმატებული და სხვა შემთხვევაში ეს არის უამრავი შემთხვევა საზოგადოებაში. აი ნახეთ, თქვენ მოვახოლმებ თქვათ რაღაც ნებისმიერ სფეროში, მედიცინაში, კულტურაში რაღაც ჯგუფი და აი ჩვენ ახლა რაღაცას გავაკეთებთ, ავაღორძინებთ რაღაც კონკრეტულ საქმეს, იქ რაღაცა თქვათ მუზეუმს ავაშენებთ, თქვათ ფილმს გადავიღებთ და ვიწყებთ რომ ის ადრე რაებს აკეთებდა და ეს ჩვენ აღარასოდეს არ უნდა დაუშვათ ასეთი ფილმი, არ უნდა გადავიღოთ მუზეუმი ასეთი კი არა ასეთი უნდა იყოს, ბიბლიოთეკა ასე უნდა, წიგნი ასე უნდა დავწეროთ. და აღმოჩნდება რომ უარეს გააკეთებენ. ის სანატრელი გიხდება. ის კი მართლა გასაკრიტიკებელი იყო, მაგრამ ამათ ეს ბრძოლა დაიწყეს საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თვითონ რომ გამოჩენილი, თვითონ რომ გამხდარიყვნენ კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები, იქ წერლები, იქ მეცნიერები, ამას მნიშვნელობა კი არის. თუნდაც მიწას რომ ართმევს ერთი ძმა მეორეს სოფელში. მეგო ამ მიწას არ ამუშავებს და თვითონ მე იქ საერთოდ შეიძლება ესეთი უღნარი გააკეთოს, რომ 1000 მარამემ დაიბუდოს, ხომ? აი ეს არის რისთვის გვინდა იმ დრაკონის დამარცხება. ხშირად ჩვენ დრაკონით ვებრძვით ნაცვლად იმისა, რომ ეს ნაწარმოები ასეთი მოკლა დრაკონი და ურჩხურის მაგერა დრაკონს ვამბობ ასხადერად თარგმნილი არ გამოვა ამ კონტექსტში და ეს ძალიან ცნობილი ნაწარმოები, რომელსაც ეს ძველი პრობლემა უდევს საფუძვლად. როგორ გაანადგურო ბოროტება? რომ შენ თვითონ არ გახდე ბოროტი. აი ეს არის ეს თელ საზოგადოებაში ჭირდება, მართლა გეუბნებით არავის არ განვიკითხებთ, ურთულესი რამ არის, მაგრამ თუ შენ გამოაცხადე თავი ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლა და მინდა გითხრათ რომ ყველა ქრისტიანს ეს გამოცხადებული აქვს. ნათლობის დროს ჩვენ და ჩვენმა მიმრქმელებმა ერთად სამჯერ შევნერწყვეთ ყველაზე დიდ ბოროტებას. და მას დაგუზდებს მთელი ცხოვრება, ხო? და ჩვენ თუ მას ვებრძვით, ვინაიდან ეს მოხდა ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიის მფარველობის ქვეშ, ღმერთი დაგვეხმარება. მაგრამ თუ სხვა ქვენაგრძნობები გვაქვს, სხვა ქვენამისწრაფებები, ეს რაღაცისთვის გვინდა, იქ რაღაცას მოსახვეჭა, ძალაუფლების ფულის, რა ქვიან, პარტნიორის, რა ვიცი რა არ უნდა ადამიანს, რაღაცა ნივთი ერთი ნივთის გამო გაგიჟდეს, ხო? აი მაშინ არის რომ ის ბოროტება რჩება დაუმარცხებელი. ამიტომ ჩვენ აი ეს არის ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი. ქრისტე არის ცხოვრების ყველაზე დიდი მასწავლებელი, რაგვარად თქვენო თუკიო ვისგანაც ამ გამორჩენას ელით, იმისთვის გემეტებათ რამე, ეგრე ხო წარმართნით, ანუ უღმერთონიც იქცევიანო. თქვენ თუ მარტო თქვენი ოჯახის წევრი და ახლობელი გიყვართო. ეს ხო ყველა ადამიანი იქცევაო. თქვენო აკურთხევდით მაწყევართ. ბოროტის მოქმედა თქვენ და ანუ აი რაზე ჩვენ ვილაპარაკეთ. კეთილი გეყოფიეთ. იმათ როგორმე კეთილი უნდა უყოთ. აი რაღაცა უნდა იყოს შიგნით. ამას ემოციის გარეშე ვერ გააკეთებთ. უცებ კი არა რომ ავდგეთ და ზოგიერთ მეც ხოლმე მე არავინ არ ამყავს მტერი, არავინზე გაბრაზებული არა ვარ. მაპატიეთ, მაგრამ რაღაც ინდიფერენტული სოციალური არსება და ინფანტილური. როგორ შეიძლება არ ქონდეს ემოცია ადამიანების მიმართ, რომელიც ერთი, რა ვიცი, ქმნის ჩემი ერის კულტურულ მეხსიერებას და მეორე რომელიც ამ მეხსიერებას შიგნავს, როგორ შეიძლება ერთნაირად მიყვარდეს. მაგრამ როცა ვიწყებ მე ამ აი საქმეში, როდესაც შევდივარ, მაშინ სულ უნდა მახსოვდეს
მე არ აღმოვჩნდე დრაკონის მხარეს. მე სულ წმინდა გიორგის მხარეს უნდა ვიყო. ეს ხატი სულ ამას უნდა გვახსენებდეს. სხვათა შორის მამაო, სხვათა შორის თქვენ გაქვთ ამის თქმის უფლება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცები შეიძლება რომ ადამიანს აპატიოთ და ძალიან მაგარი ხართ ამ ხრივ მართლა ბადალი არ გყავთ და დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის. და ამაინტერესებს იცით რომ დაიჯერებენ ამას ადამიანები. ეხლა რა უნდა ეპატიოს და არა როგორ არ დაიჯერენ, იმიტომ რომ ეხლა არ მინდა რომ ტელევიზორში თქვა, იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო ვინც კი გაგაჩნდათ, რომელიც გარდაიცვალა ის ადამიანი, მის ყველას აპატიეთ პირადად და მადლობა ამისათვის. რა ვიცი, ყველაზე დიდი მაგალითი ამით ხართ თქვენ ჩემთვის, რომ თქვენი გარდაცვლილი შვილი, რომელიც რაღაცა ამის გამო მე შეკითხებოდი ხო, დიახ, მე ამას არ ვიტყვი სხვაგან კიდე და თუ შეიძლება მამაო აი რა უნდა ვაპატიოთ და რა არა. აი ხო არის რომ რაღაცა სიტყვაზე რომ აუ ძალიან დიდი ბოდიში რო ის გაგაცნობა. კი არ მე არ ვიცი რა უნდა ყველაფერი უნდა აპატიო, ხო? მაგრამ რის პატიების უფლება გვაქვს ჩვენ? ეს ჩვეულებრივი ვიცით აი გამოცდილებიდან, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოების წევრები ვართ, საძმოს წევრი ვართ. წყმსობა გვარგუნა უფალმა იქ ჩვენი სამუშაო გვაქვს იქ ავადმყოფის ბედი გაქვს ჩაბარებული იქ მთელი ადამიანების ბედი რაღაცას აი ხიდს აშენებ მე არ ვიცი აი მეტი პასუხისმგებლობა რა უნდა იყოს ხო მაგრამ მე იცით რომ მაქვს დამოკიდებულება ასეთი რომ მე რისი პატიების უფლება მაქვს ხო აი თუ შეიძლება რომ ეს არ არის ის მე შენდობის ლოცვას რას ვკითხულობ მოდი იქაც უნდა გაითვალისწინოს ეს მაინც იმას ვის ახსარებაზე მიდის რომ თუკი ჩვენ პირადად მოგვაყენეს შეურაცხყოფა ხო აი როცა ჩვენ შეგვნერწყდეს რომ ის სიტყვა რო არ თქვა არ მიყვარს ძალიან ესეთ სიტყვები და ხო როცა ჩვენ გაგვილაწუნეს სახეში კომბალი ჩაგვარტყეს თავში როდესაც ჩვენ მოგვპარეს გაგვძარცვეს როდესაც ჩვენი კარიერული კიბე დაგვინგრიეს და ვეღარ მიდიხარ ვერსად როდესაც სუნთქვის საშუალებას არ გაძლევ. და შენ როცა გეხება, კი შენ ამას ყველაფერს აკეთებს სამშობლოსთვის, ოჯახისთვის, ღმერთისთვის, ახლობლებისთვის, მაგრამ ხომ შენ გაგიკეთეს და ახლა არავინ არ თქვას პირველ რიგში შენ გტკივა ეს, ხო? პირადად შენ. აი, უფლება გააქვს. მთელი ეს შეურაცხყოფა, მთელი სული და გულით აპატიო. მაგრამ როდესაც მოდიან და უნდათ რომ მე ვაპატიო თასეთი კეთილი ჩემს გარდა თორემ ყველა ყოფილა თურმე უნდა ვაპატიო ჩემი სამშობლოს მტერს გამყიდველს ჩემი ილია მართლის მკვლელს ჩემი ეკლესიის შეურაცხყოფელს გამძარცველს იმან ვინც თავისი უგუნურებით რაღაც იმისთანა შეურაცხყოფა მიაყენა დედაღვთისმშობელს ხო ჩვენ ნახეთ ან რას ხატავენ ან რას აკეთებენ ადამიანები მე ვეუბნები ხოლმე მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს რომ იმათ ვაპატიო იმათ პასუხი უნდა აგონი ამის წინაშე და ჩვენ რატომღაც გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და ამბობენ რომ ვაი მე ღმერთმა აპატიოს არა და ლაპარაკი ამაზე რომ სამწუხაროდ ხდება ასე რომ ვიღაც ახალგაზრდა მეორე ახალგაზრდა მოკლა და ვაიმე ცოდვა 22 წლის იცით რა აი მოკლული ახალგაზრდის მამამ დედამ ძმამ და დამაპატიონ და მე როგორ ვაპატიო თქვენ პირადი თუმცა მე სიტყვით უნდა ვუთხრა თქვენი პირადი ხო აპატიო იმიტომ რომ შენია შენ ხარ და დიახ ოლღა ჭავჭავაძემ მიუტევა მაგრამ არსად არ მინახია სიცოცხლის მანძილზე ამ უდიდეს ქალბატონს ეს ხათა შორის რა თქვა იცი ჩემი შვილია სხვანაირი იყო მართლა სხვანაირი შვილი ყავდა არ ვარ და ის ვაპატიებდაო და მაგიტომ აპატია მამა მაგრამ სხვათა შორის ხო აი ხატის გამძარცვას მამა რომელიც ძალიან მოხშირდა რომ ეკლესიებს ესე ძარცვავენ და რაღაც არ მინდა ხ ჩაუღნავდე ვინდა რაღაცა ხო ეს ქრისტიანი არ არის თქვენ რა უფლება იმას აპატიებენ ხოლმე და იცით პატიება რა არის აი რას იღებ შენ თავზე ო კარგი არაუშავს არა შენ ამაზე პასუხისმგებელი არ ახარ რაზე არ არის პასუხისმგებელი მე დავიტიე ის რომ მე რაღაცა დამსაჯეს და ხელი მომაჭრეს თავში რაც გამიკეთეს ხომ ეს ვაპატიე მაგრამ აი ჩემს გვერდით რო არის მოყვასი
აი მე სულ სხვა ეპიდემიას მივცემდი, სულ სხვა რამეს გავაკეთე, მე მახსოვს ერთი. არა, ხუნად განახოთ მამაო სინანული მაშინ. არა, სინანული თუ განახოთ, კიდე შეიძლება სხვა. რა თქმა უნდა, ეს უკვე შემდეგი თემაა და იმე გეტყვით. ერთ-ერთი. ეხლა რაზე ვსაუბრობთ, ადამიანები ვერ მიხვდებიან, მამაო, უბრალოდ ერთ-ერთ ეკლესიაში ხატი გაძარცვეს თლიანად, წაიღეს ყველაფერი რა და ნუ მამაოს ხელეწიფებოდა პატიება, არ პატიება, თან არ ხელეწიფება მამაოს. ანუ ამ შემთხვევაში ვკითხულობ, ჩვენ უნდა ვაპატიოთ ეს ჩვენ ხელში თუ არა რაღაც სხვა მიზეზების ეხლა არ ვამბობ სპეციალურად ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა დიახ ძალიან ხო ერთ შემთხვევა მქონდა მე არა მე კი არ მქონდა შემთხვევა მიამბო ერთმა მღვდელმსახურმა ყოფილმა მღვდელმთავარმა დაახლოებით ალბათ გასული საუკუნის 50-60 წლების ამბავი მასთან მივიდა ერთი ქალბატონი და ჩააბარა ხსარება და იგი აღმოჩნდა, რომ ომის დროს თანამშრომლობდა დღესაც ეს თემა შემოვიდა, ხო, გერმანელ ფაშისტებთან. თანამშრომლობდა აი იმ დაჯგუფებასთან, რასაც SS-ი ქვია. და მისი ხელები დასვრილი იყო, არ ვიცი მე რამდენი ადამიანის სისხლში. ხო? იყო პირდაპირ საკუთროდ იმეტებდა ამათ. და ასე არის ხოლმე სულს ჩვენ ვერ ვუბრძანებთ ვერაფერს რომ გონია ცოდვილ ადამიანს რომ რა უჭირს მესე ასე იქნება მთელი ცხოვრება სულს ისეთი ავტონომია აქვს ტერიტორიული ხვაბობდა სული ბუნებით ქრისტიანია და როდის იხულებს ეს ქრისტიანობა შიგნით ადამიანი გონებით კი ვერ აკონტროლებს ხოლმე ძალიან ხშირად და მოვიდა და უთხრა ესე როგორი სათქმელია მითხარით და არ თქვათ რომ ასე ადვილია თუ მართლა განიცე ძალიან ძელი სათქმელია აღსარებაში ყველაფერი ხო შენ იცი ამ ცოდვის სიმძიმე და მართლა გრცხვენია ღმერთის რომ ხო იცი რომ ღმერთმა იცის და გრცხვენია მისი განა ეს ნორმალური ადამიანის მდგომარეობა არ არის ასე უნდა იყოს და როცა ჩვენ ვიღიმებით ზოგიერთ ცოდვას რო ჩამოთვლით ვაიმე განვიკითხავ რა ამბობენ ხოლმე ეს სიკაკრუცის თემა არა რო განიკითხავ ეს ღმერთმა დაგიფარო და აი იმ სიბნელისკენ მიმავალი გზა ხო და აი რა ჩვენ უფლება არა გვაქვს რაღაცა ისეთი ემოციურად ძალიან მოვუდგეთ მაგრამ უთხარი რომ ეს ადამიანური წარმოუდგენელია და უთხარ რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მოგცემთ ეპიდემიას ანუ აი რა უნდა ილოცოს, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმარხოს და თქვენ ასრულეთ და მე ღმერთი გადაწყვეტს ამას. ნუ მე ვერ გახო? ხო? ღმერთი გადაწყვეტს გამოცდილსული არ ადამიანებს ელბარგებით რომ ისეთ აი ეს რაღაც საოცარი რა ღვთისმოწყალება ჩვენ ვიცით რომ უკიდე განუა მაგრამ ჩვენ კი არ უნდა განვცადოთ იგი რამ ხელა ეყოფა თუ არა ხელაღებით რომ სულ მუდმივად ვითომ ყველაფერს მიუტევებთ და ის პირადული საკითხი იმიტომ წამოვწია შენ რომ შეგემთხვა შენ თვითონ აპატიებდი ამას საქართველოს რო გავუკეთეს ამიტომ არის ადვილი საპატიებელი საქართველოს რო მოუკლეს ილია მართალი ამიტომ არ გაინტერესებს ვინ მოკლა რა ჯიშისამ რა გვარისამ რა შთამომავლობისამ რას დაემორჩილა ამისთანას და ვაპატიეთ და ძალიან ბევრი ილიას მკვლელის სახელი საქვეყნოდ გავხადეთ ცნობილი და ისეთი პარადოქსებია საქართველოში რომ ზოგიერთ ბოლშევიკს ისეთი არაფერი გაუკეთებია ამდენი საშინელება როგორც ამათ გააკეთეს და მათი სახელობები მივანიჭე და მათ შთამომავლობა ლამის პიედესტალზე ავიყვანეთ საქართველო ჩვენი საფიცარია ყველაფერია ყველა კი არ გვასწავლეს როგორც უფალი მამულიც ერთია ქვეყანაზე და ეს უბრალო სიტყვები კი არა ეს ამაზე ტომები შეიძლება დაწერო რა იყო ჩვენთვის ჩვენი სამშობლო ქვეყანა და რა არის ამისთან რა არის რომ შეიძლება უფალთან რაღაცით გაუტოლო იმიტომ რომ უფლისავე მამულია ეს უფალმა გითხრა რომ აი ამას მოუფრთხილდები ესე იგი მე მიფრთხილდები როგორც მოყვას ისე და მოყვასე თუ თქვა სამშობლოზე რა გასაკვირია ესა
და რა ვიცი ხლა იმდენი რამე მოდის. მამო, თუ შეიძლება, მამო, ეს ტიპი პირადი კითხვა მაქვს, რაღაცა პროფილი მოვაწყე, მაგრამ უნდა კითხოთ აუცილებლად, გეფიცოთ. ხო, არ კითხოთ რამე ისე. ძალიან გულუპასუხო შეკითხვა. გულჩვილი გახდით, ძალიან რაღაც ყველაფერზე ცრემლი. დღეს აი ზემოთაც, აი უბრალოდ კულუარულად საუბრობდით და რაღაცა და რა მიცის ეს მამო, ასაკმა. არა, მარტო ასაკი არ არის ხა, ისეც მოგიყვა 70 წლის არის, ისე შემჭავს უკან არ მოიხედება. აი ეგრე არ არის თლად. ეს მესამეჯერ ცრემლი წამოგივიდეთ, მამო. თუ შეიძლება, აი რასთან არის დაკავშირებული ეს? აი, ანუ რაღაცა აი გეხვეწებით, იმიტომ ძალიან ბევრს ექნება და არა ეს ქვეცნობიერიდან მოდის, ამას გონება ვერ აკონტროლებს და ეს ქვეცნობიერიდან, ანუ შიგნის შინაგანი სამყარო აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გეტყვით. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისაც, რომ ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი ხარ და ბევრი ადამიანისათვის, მამო, რა. იმიტომ რომ ესეთი ჩამოყალიბებული ესეთი გადავიდეთ სხვას. ხო, არა, იცი რატო რომ მამო კულტურულად რა კარგია რომ როგორი ცოდვილი ვარ ეს არ იცით ეს კარგი. აი მამო ცოდვები ჩემი საქმე არ არის და არც არავის საქმე არ არის, ყველა მიხედოს თავის ცოდვებს. მე გეუბნებით რომ ადამიანებთან ურთიერთობაში ხართ არაჩვეულებრივი და აი ამ კულტურულად რომ აყალიბებთ ამ ხალხს, ისე მიყვარს ხოლმე მამო პოეზიას, იმას წირო წამოწევთ ხოლმე. ხო მამო რომ აი ეს ადამიანები ჩვენი წინაპრები ამის მაგას მე არაფერს არ ვიგონა. ანუ ყველგან არ ხდება მამო ის თქვენი რომ აწყობთ ხოლმე იქ წიგნის კითხვას, ამ პრეზენტაციებს რაღაცა ძალიან მაგრა მოქმედებს ხალხს. იცით როგორ მოქმედებს მამო. ეს აიდან სხვა შორის თქვენ სანათესავს თქვენ მამა ალექსანდრე ბოლქოძესაც ეგეთი რაღაცა ის პოეზიის კულტურული ხრი ძალიან მოსწონთ ამის წამოწევა და დიდი მადლობა ამისათვის. აი ამ ერთ მიმართულებას ახლა ჩემი ძალიან ისეთი გულის გულიდან ხო ჩვენ ასე დავიბადეთ, ასე გავიზარდეთ. რამ გააკეთა მამო? ამ სიტყვაკაზმული მწერლობის და პოეზიის გარეშე არსება ვერ წარმოგვიდგენია, მაგრამ მე გეტყვით რომ მე ერთი პერიოდი ამას ყველაფერს თავი დავანებე. და რა საქმე ყოველთვის უამრავია, სადოქტორო დისერტაციას ვწერდი იქ, საკვირსა დატვირთული ვიყავი და სამედიცინო განათლებას უმაღლესი კლინიკაში, იქ მორჩილი ვიყავი დედა სერაფიმასი და ყოველ დღეს ძალიან დიდ დროს მოითხოვდა, ის სხვა და კიდე საზოგადოებრივი დატვირთვა მქონდა და იცი რაღაცა და ეს წავიდა და მე აღარც ვფიქრობდი, რომ გითხე ხლა ძალიან განვიცდიდი, ნუ როგორც არის ისე არის, ხო? ცხოვრებას რაღაცა უნდა მიყვე, რაღაცა არ უნდა დაიჯინო, კიდე თორეს ვაკეთო მეო. სუნდა უყურო, ის საერთოდ მიყავ ხარ ღმერთს, მოგატრიალებს და ერჩენიერ დღეს დიდუბის სავანეში ვარ დედა სერაფიმასთან და უცებ მეუბნება. შეიძლება რომ დედა სერაფიმაზე გითხრათ, არის უბრალოდ ამას მოუყვები. აი ამითი მიხვდებით როგორი პიროვნება. გონია თუ რაღაც უბრალოდ მონაზონეზე ლაპარაკობ, მინდა რომ ხო, კი ბატონო, მაგრამ თავარი არის სულიერება, სიმაღლე, არანაირ წოდებას არ აქვს მნიშვნელობა ეკლესიურ ცხოვრებაში, რომ იცით ჩვენ რაღაცა სულ ჩვენ გონია რომ არქიმანდრიტი ღუმენზე ჭკვიანია, დეკანოზე ღუდელზე ჭკვიანია, დიაკონს საერთოდ როგორ გეკადრებათ? მამა იაკობის სქემია რომ დიაკონი იყო შეგნებულად ამ სერაფიმსაროველი და ხო ჩვენ გავასწარეთ ყველას წოდები და ამას არ აქვს მნიშვნელობა, იცით, აი მრევლის ეს კარგად უნდა აუხსნათ ხოლმე და იცით რა მოსალოცი კი არის ყველაფერი ჯილდო, იმიტომ რომ ეხლა კათოლიკოს პატრიარქი რო ჯილდოს მოგცემს, იქ ცრემლის გარეშე ნამდვილად არაფერი არ მიმიღია, წინასწარ რო იცი მიუხედავად ამისა, ხო? ეს არის სასწაული რამე, მაგრამ გამსაზღვრელი, იცით რა მითხრა ერთ-ერთი ბოლო დაჯილდოების დროს, აბა შენ იცი ეხლა როგორ გამიმართლებ. აი ეს არის ყველაფერი. ღმერთს უნდა გაუმართლო ეს ყველაფერი, თორე არც არაფერია საჭირო და უცებ მეუბნება რომ შენ რა გონია, ვიცი შესავლის გარეშე არაფერი თქვა საუბრობთ ერთ თემაზე, მე გადადის ჩვენ ვისხედით სულ განაბული და ვუსმენდით რა სიტყვა და არ ჩაწერის უფლება ქონდა, არც ფოტოს გადაღების, არც მაგნიტოფონზე არაფერი. ერთი ყოფილი ყავდა, ხო იცი? ის ლოცვით აჩერებდა, აი რამდენჯერმე დავაპირეთ, შუმად ჩამეწერა და ვერც ერთხელ იმ ხილაკს ვერ დავაჭერეს სწორად. ეს ლოცვა არის, რომელსაც შეუძლია ყველაფერი და ამბობს რომ შენ გონიაო რომ ეს პოეტები ტყუილად არსებობენო? შენ გონია ისინი ისე ლექსებს წერენ და მეტი არაფერი. პოეტებზია ლაპარაკი ბატონებო, იმ ლექსების დამწერელზე კი არა. აი პოეტზე ილია
და გაკიმდა ვაჟამ რომ განსაზღვროს ვინ არის და ვინ არ არის, თორე ეს მომრავლებული ახლა შაირი ყველა საქმეა და ჩამომღერება ფანდურზე, მაგრამ მუსიკოსი და კომპოზიტორი ერთი, ასეც პოეტები არიან ერთეულები. არც პრემიის ლაურეატებზე არ არის ლაბარაკი. ლაბარაკია პოეტებზე და ფიქრობ ისინიო ნამდვილი სტარცები არიან თქვენცით, ანუ გერონტა, ანუ გამოცდილი სულიერი მოწყარი გარკვეულწილად ქართული სიტყვა ხუცესი, რომელიც მღვდელსაც ნიშნავს ქართულ ენაში, შეიძლება და ჩვენ გამოგვეყენებინა მის თარგმანად. ხო, მაგრამ ჩვენ არსებობდა სიტყვა ხუცეს მონაზონეც, მღვდელ მონაზონს ნიშნავს და გაიგივებულია, მაგრამ ჩვენ თანამედროვეში და დაგვჭირდა ეს სიტყვა, ვფიქრობდი მე რომ შეიძლება და ხუცესი გამოგვეყენებინა. ისინი აიო ეს გამოცდილი ხუცესები არიანო და რასაც წერენო, ამას ჩვენი სულის გადარჩენისთვის წერენო. და მაგალითად მომიყვანა ერთი ლექსია, დედაო, რომელსაც არც უმაღლესი განათლება ჰქონდა და ხალხისთვის ეხლა და არანაირად პროფესორი იყო და არც დოცენტი. მითხრა რომ მეო სკოლაშიო მასწავლებდნენ ერთ ლექსს. მე აი ლექსზე ძალიან ბევრი რამე ავაწყო მე დედაოს ცხოვრების შესახებ როცა წერდი ნიკოლაი ნეკრასოვის ლექსი მოუმკელი ზოლი, ანუ ყანის ზოლი, მოუმკელი, რაც მოუმკელი დარჩა. ეს ახლა სლავურ ენებში ეს ესეთი უფრო სხარტად ჟღერს ჩვენ დიდხანს უნდა ვიფიქროთ ვიდრე დავწერთ, ამიტომ უცნაურია ბევრი რომ იძახის პოეტი ვარო. ამდენი ადამიანი ამდენი დრო არ არსებობს ამდენი ლექსი შეიქმნას ქვეყანაში. და აი ეს ლექსი ახლა იპოვეო. დიახ. დაბეჭდე, გადმოწერე და ხვალ მომიტანო. და იცოდეო, ესენი სულ სხვა ადამიანები არიანო. გავიდა წლები უკვე მატუშკა გარდაიცვალა და მე როდესაც მივუტან ეს ლექსი და თქვენ არცით როგორ ტიროდა და გითხარ რომ ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაზეა. აი ეს არის, აი ნახეთ რას ამბობს ცოდვებზე, აი ნახე რას ამბობს სინანულზე, აი ნახე ჩვენი მასწავლებლები, აი ეს იმათზეა და გავიდა წლები. და გამოვეცი მე რაც მოუყარე თავი ჩემს ნაწერებს, დავწერე ახალი რაღაცები და მხოლოდ გარკვეული დროის მერე ეს წინ გასული იყო იქ, ბევრი ბრძოლები მქონდა. ჩვენ სამწუხაროდ ისტორიულად ეკლესიის ისტორია ცუდად ვიცით, ლიტერატურის ისტორია ცუდად ვიცით, სოფლიო კულტურის ისტორია საერთოდ არ ვიცით და გვავიწყდება რომ ყველაფერი დაიწყო და ყველაფერი მთავრდება ეკლესიით. პოეზიას, ეკლესიური საფუძვლები აქვს, ფილოსოფიას, საუნივერსიტეტო განათლებას, პირველი რექტორი იყო სასულიერო პირი. ეკლესია ანუ ღმერთით თან, ხო? ეკლესია, იცით, ეკლესია არის ყოველ თუნდაც ძველ აღქმაში, რაც იყო, ხო? და ეს გვავიწყდება და აი ბერი იმან ეს გვისაზღვრავენ ჩვენ არა, ამან ის არ უნდა წეროს, ის არ უნდა აკეთოს და გვავიწყდება რომ მთელი ყველაზე დიდი კულტურა რაც ჩვენ შევქმნილი იქნება ეს იოანე მინჩხის პოეზია, მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, თარგმანები, გიორგი მთაწმიდელის, ეფრემ ცირის თუ რა, სულ ბერებმა გააკეთეს. გრიგოლ ხანძერი, გიორგი კი, გავიწყდება მამაო, სპეციალურად დავიწყებენ ბევრი რაღაცები ვიღაცა. ხო, რომ ეკლესიამ წინა წამოიწიოს ეკლესიის. როდესაც უკვე მეოთხე წიგნის გამოცემაზე მიდგა საქმე, რომელიც მე ჩემს შვილს უკვე რამდენჯერ მიახსენა და მიუძღვენი და ყველაფერი ხვდებით, მეოთხე წიგნი აქვს. დავიწყე გაანალიზება, იმის რამე მიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა იყო. ძალიან საინტერესოა ეს საკითხები, აი მისი რომ აი რანაირად მიყავ ხალხს როდესაც და გარდა იმისა რომ ეს მახსოვდა მე პრაქტიკულად მან კურთხევა მომცა, მაგრამ ის კი არ გეუბნება რომ შენ 3 წლის მერე ამას გასე, არავინ არ გეუბნება არაფერს. ეხლა რატომაც ყველას ის უნდა კულინარიული რეცეპტის გავსად ზუსტად უნდა დაუწერო ყველაფერი და არა, ეს მივხვდი მე რომ უკვე იმან იცოდა რომ მე ამას გავაკეთებდი და მე ამაზე კურთხევა მაქვს, ამიტომ ვინც არ უნდა მითხრას ეს საქმე. არ გაჩერდება, იგი ღმერთიდან მოდის და ვიპოვე უზარმაზარი ათონელი მამის პორფირე კავსო ყალიველის ტექსტი, რომელიც ამ წელს წავუმძღვარე ქრისტიანი
უპირველეს ყოვლისა პოეტი უნდა იყოს და რა არის ეს პოეტი, ეს ხედვა. რა არის ეს პოეტი, თუ არ ხარ ლოცვასაც ვერ ამბობ კარგად, იმიტომ რომ ამ ლოცვაში ბევრი რამე უნდა დაანახო და აი ამაზე მეც ახალ გავრცელდები უბრალოდ აი ვიპოვეს ადამიანი და მე აღმოჩნდა რომ ჩემი ახლობლები არიან დაკავშირებული წმიდა მამის აი პორფირე კავსოკალიბიტის თან და მის სულიერ შვილებთან და ეხლა ველოდები რომ რაღაცა შეხვედრა კიდე მოხდება აი საოცარი რამე არის და ეს არის სამყაროს და ღმერთის განგებრის ერთიანობა და ეს ეხება ყველა საქმეს თქვენ მშენებელი ხართ ექიმი ხართ თუ რა აუცილებლად კურთხევის და გუწრფელობის გზით ყველაფერს მიაღწევთ და მიიღებთ მამო თუ შეიძლება ჩაგიკითხეთ თქვენ მამო ამ მამებს და იმათ დიდ წმინდა მამებს იცნობთ კი აი ჩვენ რომ მივდივართ მაგალითად აი მარჯანიშვილზე რომ მივდივართ ხოლმე ხო მამა ვიტალის საფლავზე იმაზე ამათ წარმიგინე ხა იმ დედაოს რო ახსენებს ეს დედები და ისინი ერთად გაიზარდნენ ერთი ხალხი იყვნენ და თუ შეიძლება მათგან აი მე მახსოვს აი კვებას როგორ გასწავლდათ აი მასე რაღაც საოცრებებს აკეთებდნენ და ამ დიდ ადამიანებს რაღაცნაირად მისაბაძი მაგალითები ქონდა და თუ შეიძლება რამეს თუ გაიხსენებთ ისეც რა აი მამა ფილარი ვიტალის რა ვიცი ნებისმიერ სკოლა რომელიც ამ დიდ მამამებას შეიძლება ცალკე უნდა საუბარი მაგრამ აი პატარა და მე აუცილებლად აქცევდა ყველა წვრილმას წმინდანობა არ იწყება ჰაერში აფრენით და სასწაულების მოხდენით წმინდანობა იწყება იმით ჩვენ როგორ ვსუნთქავთ თქვენ დააკვირდით საზოგადოებაში ზოგი როგორ კადნიერად სუნთქავს ზოგი ისი ამოიხვნეშებს სხვა რომ არ შეაწუხოს როგორ ახველებს როგორ ზის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილნახევარი მას უჭირავს და შენ სადღაც 1/4 დანარჩენი ჩანთას და შენ სად უნდა დაჯდი არავინ იცის და ეკლესიაში ისეთი წელგამართული დგას ვითომ წმინდანი იყოს ხვდებით როგორ ვჭამთ ტრაპეზი არის უდიდესი სკოლა მონასტერში და ყველგან ხშირად მამებზე ამბობენ რომ ვაი მე მათ ყველა უყვარდა და ისინი არასოდეს და იმას მეუბნებიან თქვენ აი რომ მითხარით ეს შენიშნა მამები შენიშნეს მამები შენიშნებს ამბობდნენ კი აგრამ ისე ჯვარს გადაგსახავდნენ რომ თუ შენ გრძნობიარე იყავი გაგეყინებოდა სულიც და ძარღვებში სისხლიც იმიტომ რომ ეს შენ კი არ იყინებოდი ის ბოროტი ძალა იყინებოდა შენში ამიტომ მამა ვიტალის მეუფეზინობის მამა ანდრონიკეს მეუფეზინობის ნაკურთხია ჩვენი პატრიარქი უწმინდეს დაუნებას მათ ასე უწოდებენ რომ ისინი შვიდობიანად და სიყვარულით მკაცრი მოძღვრები იყვნენ კაცრები ქრისტიანობა სხვადასხვა წარმოუდგენელია თქვენ რომ ის ბრძოლები მოისმინოთ რაც მათ გადაქონდათ არ შეიძლება მეორე დღეს სულ იღიმებოდე წარმოუდგენელია ეს ნაკუთებით სხვანაირი ხდება ყველაფერი სხვაგვარია თქვენ ძველ ხატებს რომ დააკვირდეთ ნახავთ რომ ეს სულ სხვა რამ არის ამიტომ ჩვენ გვეგონება რომ ეკლესიაში დავდივართ მხოლოდ თაფლი მარმელადი და მურაბა რომ მივიღოთ დავდივართ იმისათვის რომ ცეცხლში გამოვიწრთოთ და ნუ შეიძლება არ არის ტემპერატურის მაგრამ ქრისტიანობა მხოლოდ ამ გზით აღწევს თავის მიზანს რომ ჩვენ ვცხონდეთ სხვა მიზანი ქრისტიანობას არ აქვს ვარდი უეკლოთ არიკრიფე ხო და ჩვენ გვინდა ხოლმე მამა დაგლოცე და შევკვირდით რომ ძალიან მალე მოხვალთ და დიდ დროსაც ავიღებ რომ აი ამ ყველაფერზე კიდევ ვისაუბროთ კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ჩვენთვის აი უდიდეს დღესაც ახლა აღდგომაზე და შაბათს ხო არ ასაუბრა ჩვენთვის ჩვენ რომ გავიგოთ ვინ ვართ რა ვართ ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაული ეს არის უფლის კვართვის დღესასწაული და მე რატომაც მგონია რომ ჩვენ ცალკე კიდევ უნდა ვქონდეს ერთი დიდი დღე რომელსაც მარტო კვართობა ერქმება ეს არის ჩვენი არსებობის ანიდა ეს არის ჩვენი ერის დასაწყისი არსებობის და გადასვლა დიდ მარადისობაში
ძალიან დიდი მადლობა მამო, უღრმესი მადლობა. გაუფრთხილეთ ერთმანეთს ასთავარი წეღან რომ ახსენი მამაოსგან კურთხევა არ მქონდა, მაგიტომ არ თქვი რომ ბევრ ეკლესიებში აი ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე რომ ვიღაცემა დაიწყის ესეთი მოძრაობები, რომ ზოგიერთი შეიძლება ღამე დარჩეს, აუცილებლად დაათვალეთ დილას შეიძლება გაქურდული რაღაცა ჯვარი წერია. ნუ აი ესეთი ხალხი არიან სამწუხაროდ ჩვენ და ვიღაცები არსებობენ და ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ამ ბოლო ხანს რაღაცები მოხდა იცინეტები და არ მინდა ხო თქვა ვინაიდან რაღაცა პრობლემა არ მინდა შევქნა ახალი კიდე და იცოდეთ რომ ფრთხილად იყავით, აი ყველას გააფრთხილეთ რომ აი რაღაცნაირად კამერები და ილოცეთ და აი რა თქმა უნდა ხო ეს იმიტომ რომ ხო ირევა ხო იცით სამყარო და რაღაცნაირად ესეთი ხალხი იჩენს თავს და აუცილებლად აი ბაპატია ძალიან პატარა იმაში ვიტყვი მონაკვეთში რომ ცხეთაში აი გეხვეწებით რა ძალიან ბევრი ხალხი იყო მე სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცა საცობები იყო რაღაცა აი ამის ყველაფერს ორგანიზება გავაკეთეთ იმიტომ ბევრი მლოცველი ჩამოდის იქ რაღაცა ზოგი კითხულობს საშვით არის უსაშოთ ზოგს გადაკეტილი ხდება ზოგს რაღაცა და გაუთხილეთ ჩვენ მოქალაქეებს იმიტომ რომ 4 და 5 საათი დგანან საცობში და ნუ გაუმწარებთ ან ბედნიერ და კარგ დღეებს ხოლმე გეხვეწებით ყველამ რაღაცა ორგანიზება გავუკეთეთ შეიძლება იყოს ყველაფერი არეული მაგრამ რაღაცნაირად დააწყვეთ ის ერთი დღე მაინც იმიტომ რომ ეს მორწმუნე ხალხი ძალიან ისედაც აი ძლივს მოდიან ხოლმე რაღაცა და მან პრობლემებს ნუ შეუქმნით რა თუნდაც ტაძარში შესვლისას ან ასეს შემდეგ რა ვიცი იმიტომ რომ მალე დრო მოვა და სანატრებელი გაგვიხდება ეს ხალხი და შეიძლება ვეღარ მოვიდნენ და დაცარელდეს ის იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცები ხდება და გთხოვთ რა გაითვალისწინეთ ყველას ეს სტრუქტურა იქნება თუ ნებისმიერი სფერო აბსოლუტურად ვისაც გვეკუთვნის და ვისაც აი ეს ვის ხელშიც არის რა კარგად ზანდებოდეს და ის უთხრათ რომ ერთი დღე არ არის ეს დღე სასწაული და სხვა დროს მცარიერია ხოლმე ხო ვიცოდეთ რა არის სვეტიცხოვლის მიწა იქ ერთი გოჯი არ გექნებოდა დატოვებული რომელსაც არის ამბორებოდით ეს არის ცა დედამიწაზე აი აქ პირდაპირ ცა სვეტიცხოვლის მიწა ძალიან დიდი მადლობა გეხვეწებით გაუფრთხილეთ აი იმ ადამიანებს გაუფრთხილეთ ვინც აი ეკლესიაში მოდის და აი ნებისმიერი ის რომ აი სიტყვაზე რომ მოდის აი უხეშად აი რაღაცა არ დააკარგინოთ იმიტომ რომ ბოროტი ისეაც ებძვის იქ სანამოა და კიდე თქვენ ნუ დაუმატებთ თქვენი სახით რა გეხვეწებით აი გაუფრთხილეთ იმიტომ რომ ყველა ძალიან მნიშვნელოვანი არის ღვთისათვის ყველა ეს ადამიანი. კარგად ზანდებოდეთ პატიმრებს კიდე განსაკუთრებით ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ და დალოცეთ მამა პატიმრები მარტო და უბრალოდ აი რჩები და ხვალ დაგიბრუნდებით აუცილებლად მამა ლუკას სუპატაშვილთან ერთად საღამოს რისნახევრისათვის მე გახდით გიორგი დარასელი მამა ადამი გახდა ჩვენი სტუმარი რომელიც ავიცია. დიდი მადლობა მეთერი დიახ დიდ ადამიანურ ბედნიერებას გისურვებთ რომელიც მხოლოდ ქრისტეშია. ძალიან დიდი იხარეთ აი ბედნიერეთ. დიდი მადლობა რომ ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ უდიდეს საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს. ძალიან დიდი მადლობა მამა რომ ხართ უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის და მადლობა ჩვენ სასულიერო პირებს ვინც აი ესე რაღაცნაირად იღწვით და ძალიან ბევრი მოწადინებული და მაგარი ადამიანი ხართ დიდხან სიცოცხლით კარგად ზანდებო და ხვალ დაგვიბრუნდეთ საღამოს რისნახევრისათვის დროებით.